8 თვის წინ ზუსტად თავისუფლების მოედანზე მოხდა პოლიციის მაღალჩინოსნების ძალადობა ქალ ოპოზიციონერ ქალებზე და ამ დროის განმავლობაში არც თეონა ჭალიძეს და იმ დაზარალებულებს არ მინიჭებიათ დაზარალებული სტატუსი და არც მაღალჩინოსნები პოლიციელები დაშილან. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს ქალმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და კიდევ ერთხელ ამბობენ იმას, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. პოლიციელები არიან დაუშელები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მაგალითად მირიან ქავთარაძესთან დაკავშირებით, როგორ იძალა მან, მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, მაღალჩინოსნები, პოლიციელები არ ისჯებიან, ამ დროს კი ისჯება ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის საქმეშიც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ წლების განმავლობაში ციხეში იჯდეს. სწორედ მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის მის მხარდასაჭერად და იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შერჩევითი სამართალი, დღეს ქალმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მინდა საზოგადოებას და მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს შევახსენო, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს სწორედ ამ ადგილზე გადაცმულმა პოლიციელმა ჩემზე იძალა და მას შემდეგ 8 თვე გავიდა. მე არც დაზარალებული სტატუსი არ მაქვს ჯერჯერობით და დიდი ალბათობით არც მომავალში არ მექნება. შესაბამისად, არც ამ პოლიციელს არანაირი სიმბოლური პასუხისმგებლობაც კი არ დაკისრებია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე უფრო ძლიერად დამარტყა ამ პოლიციელმა, მე უფრო ძლიერად მეტკინა, ვიდრე ირაკლი დგებუაძეს და შესაბამისად თავისუფლება მზია ამაღლობელს. ზუსტად 8 თვე გავიდა მას შემდგომ, რაც აქ ამ ადგილას პოლიციის მაღალჩინოსანი მირიან ქავთარაძე თავს დაესხა ქალ პოლიტიკოს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთ მოქმედებაში არაერთი დანაშაული იკვეთება, მაღალჩინოსანი პოლიციელი ამ დრომდე არ დასჯილა. სამაგიეროდ ჩვენ ხედავთ ერთი სილის გაწნაზე სრულიად უსაფუძვლოდ, იქ სადაც დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, როგორ ახდენენ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაში დატოვებას. ეს არის შერჩევითი სამართალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად არ ვრცელდება თითოეულ მოქალაქეზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის მაგალითი არის იმის მაგალითი, როგორ მფარველობს სისტემა პოლიციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და არაერთი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან და ასევე იმის, როგორ მიზანმიმართულად ებრძვის ახლა სისტემა ჟურნალისტებს და თავისუფალ საზოგადოებას. 8 თვის წინ სწორედ თავისუფლების მოედანზე მოხდა შემთხვევა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნებსა და აქციაზე მყოფ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს შორის იყო დაპირისპირება, პოლიციის მაღალჩინოსნები ფიზიკურად ძალადობენ, მათ შორის ქალებთან დაკავშირებითაც, თუმცა არც ერთი მაღალჩინოსანი ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული და დაზარალებული სტატუსი არც ერთ ძალადობის მსხვერპლ ქალს ამ დრომდე არ გააჩნია.